აი, როდესაც ჩვენ გვაინტერესებს მესიანური წინასწარმეტყველებები, ხაზგასმით და საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მესიანური წინასწარმეტყველებების გამოთქმის სულიერი ხელმწიფება, ვალდებულება, რა ვიცი, დავალება, გესმით შინაარსი, რას გულისხმობს ამ სიტყვებისა, განსაკუთრებით მიეცათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იწოდებიან წინასწარმეტყველებად. ანუ ძველი აღთქმის წიგნებში ჩვენ ბევრგან გვხვდება მესიის შესახებ მითითება, მაგრამ აი ამ დიდ კრებულში საგანგებოდ გამოიყოფა რაღაცა ჯგუფი წიგნებისა, რომლებიც კონკრეტული პიროვნებების მიერ არის დაწერილი, სადაც ყველაზე ღრმად, ყველაზე მკაფიოდ, აი შავი თეთრზე რო იტყვიან მესიასთან დაკავშირებული და როგორ მოხდება და როდის მოხდება და ვის მიერ მოხდება, აი ეს სწავლებები სრულად და ამომწურავად არის გადმოცემული. და ეს ადამიანები შესაბამისი ტერმინითაც იწოდებიან და ეს ტერმინი წელან გავახმოვანი და კიდევ ერთხელ გავხსენებ, წინასწარმეტყველები არიან. თუმცა ერთიც უნდა ვთქვათ, წინასწარმეტყველთა ეპოქა სანამ მოვიდოდა, მანამდე განა არ იყო მესიანური წინასწარმეტყველებები ძველი აღთქმის წიგნებში გადმოცემული. მოსესთანაც გვხვდება, მაგალითად ისუნავესი ვახსენე, იქაც გვხვდება, მსაჯულთა წიგნებში გვხვდება, რუთანაც გვხვდება და ყველა წიგნში გვხვდება, მოდი ასე ვთქვათ, მეფეთა წიგნებში, მაგრამ იქ გადმოცემული წინასწარმეტყველებები როგორი ფორმისაა, იცით? როგორც წესი არის, აი სიმბოლოების სახით უნდა დაინახო. რაღაცა ირიბად, არაპირდაპირ არის მოტანილი. აი მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთ რომ თქვენთვის უფრო გასაგები იყოს. ესაია წინასწარმეტყველი, რომელიც მწერალი წინასწარმეტყველია. იმ ჯგუფში შედის, ვინც შავი თეთრზე დაწერა და გასაგებად გითხრა. მან თქვა ყველა თქვენთაგანისთვის ნაცნობი სიტყვები. ახა მიუდგეს ქალწული, შვედზე და უწოდიან სახელი მისი ემანუელი. ანუ რაღაცა დიდი დაკონკრეტებები ჩვენ აქ უკვე აღარ გვჭირდება. ამ ადამიანმა რა თქვა, ყველა ჩვენთაგანისთვის გასაგებია. მაგრამ მოდით ახლა შედარებას გავაკეთებ საჯულთა წიგნი, რომელიც ცოტა ადრე დაიწერა და საჯულთა წიგნის ავტორი არ არის წინასწარმეტყველი, იმ გაგებით როგორც ესაია. საჯულთა წიგნში არის გადმოცემული ერთი ისტორია. ისტორია არის ასეთი. საჯული სამსონი, კაცობრიობის ისტორია ყველაზე ძლიერი კაცი, ფიზიკურად ყველაზე ძლიერი კაცი, რაღაც განსაკუთრებული ძალმოსილება ჰქონდა. ერთ თავში ასეთი ამბავია გადმოცემული. სამსონს მოეწონა ერთი ფილისტიმელი ახალგაზრდა გოგო. ისე მოეწონა, რომ შეუყვარდა და უნდა მასზე დაქორწინდეს და ძველად ასეთი წესი იყო და ნუ პრინციპში ზოგიერთი დღესაც ასე მოქმედებს. თავი მშობლებს უთხრა, დედას და მამას, რომ აი გოგო მომეწონაო და მივიდეთო სახშიო და დაელაპარაკეთო მის მშობლებს, რომ თანხმობა მითხრა. და ესენი ეტყვიან მშობლები, რომ კაცო, ჩვენ ებრაელები ვართ. ის ფილისტიმელია და რჯული კრძალავდა ასე ურთიერთობას წარმართებთან, ხო? ამაზეც ჩვენ გვილაპარაკია სხვადასხვა დროს. წარმართებთან ურთიერთობას საფრთხეს მოიცავდა თავის თავში, რომ იქიდან ეს გაუკუღმართებული სწავლებები შეიძლება ამერში შემოსულიყო და აი რაღაც ერთგვარი სულიერი ზღუდია შემოშენებული ებრაელების გარშემო რჯულის კანონების მიხედვით, რომ არ მოხდეს აღრევა ურთიერთობისას რჩეულიერისა და ვიღაცა სხვებისა, ხო, გარშემო მყოფ მეზობლების, მაგრამ სამსონმა თქვა, რომ არა, მე მიყვარს ეს და სხვა არჩევა, აი ჩემი არჩევან ეს. როცა მოისმინა დედმამამ, საბოლოო ჯამში ხათრი ვერ გაუტეხეს, მოდი ასე ვთქვათ და გაყვნენ. და როდესაც გზაში მიდიან, ზვრებს მიადგნენ, ვაზის ზვრებსო, ტექსტი ასეთ რამეს გვეუბნება და უეცრად ლომის ბოკვერი, ლეკვი ლომისა ძველ ქართულ ტექსტში ასეა, გამოიმართა ამათგან, სამსონის და დედა და მამის. სამსონი უცებ ჩამოცილდა დედმამას, მიუახლოვდა ამ ლომის ბოკვერს, თუმცა ისიც ლომია, ლომის ბოკვერი იგივე ლომია, კაი მოზრდილია ესეც და შეებდნენ ერთმანეთს დაუპირე ხახა გაუხია, მოკლა და იქვე დააგდო. ანუ ფიზიკურად ძლიერი კაცია და მათ შორის ლომისაც არ ეშინია. და წამოვიდა თავის მშობლებთან და მივიდნენ სახლში. მშობლები დაელაპარაკნენ, საბოლოო ჯამში თანხმობა მიიღეს მათგან და დაიწყო ქორწილი. თურმე ასეთი ტრადიცია ყოფილა ძველ დროს 7 დღიანი ქორწილი ცოდნიათ და აი 7 დღიანი ქორწილის პროცესში თან ახალგაზრდები ერთმანეთზე იჯიბრებოდნენ, რაღაც გამოსაცნობ სიტყვებს ეუბნებოდნენ. მაგრამ ეხლა ერთ პატარა ისტორია უნდა ჩავსვათ აქ, რომ მე სულ ყოფილა დავადგინოთ შინაარსი. აი სანამ ქორწილი დაიწყებოდა, საქორწილოდ როცა მეორე დაიძრნენ სამსონი და თავისი დედმა, უკვე საქორწილოდ მიდიან. გზაში სამსონმა, აი როგორც კი მივიდნენ იმ ადგილამდე, მშობლებს უთხრა, რომ მე ახლავე დაგეწევით, ესენი წინ გაუშვათ და წავიდა და მოკლული ლომი ნახა. ანუ რამ მდგომარეობაშია მის მიერ მოკლული ლომი, რამდენიმე დღის წინ. აი საინტერესებს და როცა ლომთან ახლოს მივიდა, ნახა რომ ხახაში ფუტკრები შეგროვილან და დიდი რაოდენობით თაფლია დაგროვებული. მივიდა ეს თაფლი აიღო, თვითონ შეჭამა, მშობლებს დაეწია და მშობლებსაც აჭამა და მერე შევიდნენ სახლში და 7 დღიანი ქორწილი დაიწყო და აი ახლა გავაგრძელოთ. თურმე ქონიათ ანდაზის თქმის ასეთი რაღაცა წესი ყოფილა და აიჯიბრებოდნენ ამ ანდაზას ვინ გამოიცნობდა რაღაც გარკვეული თუ მაგალითად მე ვეტყოდი ვიღაცას და ის გამოიცნობდა, მე რაღაცა საფასური უნდა გადამეხადა, ან შესამოსელი ან რაღაც თანხაზე იქნებოდა მოლაპარაკება. და სამსონმა უთხრა, თქვენთან ერთი ანდაზა მაქვს სათქმელია. იმათ უთხრეს, რომ აბა ფილისტიმელები არიან შეკრელი, მამოს ხოტომელები. აბა გითხარი რა ანდაზა არის და სამსონმა უთხრა ასეთი რაღაცა. აბა თუ გამოიცნობთ, რას ნიშნავსო? მე მგონი თქვენა გამოიცნობთ, ისინი მათ ვერ გამოიცნეს. ჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი და ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი.
დაფიქრდნენ ესენი და რას ნიშნავს ჭამელისაგან გამოვიდა. ანუ რას უყვება? რაც თავს გადახდა, ის ანდაზად შეთხზა, ჭამელი ლომია, საჭმელი თაფლია, ჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი, ძლიერი ლომია, ტკბილი თაფლია და იმისგან ეს გამოვიდა და ვინ გაიგებს ახლა ამას? ეს თვითონ კი იცის თავის ისტორია, მაგრამ აქ რო გაახმოვან ამას წინაშე კაციშვილი ამის ამომხსნელი არ არის და ერთი დღე იფიქრეს, ორი დღე იფიქრეს. თან როგორი მომენტია იცით, ეს ებრაელია, ისინი ფილისტიმელები არიან, აქ რაღაცა ეს ეთნიკური ამბებიც მოქმედებს, რომ ებრაელმა ძლია ფილისტიმელებს გონებაში, გამჭრიახობაში და ვერ ცნობენ რა ამოცანას და საბოლოო ჯამში ვითარება იქამდე მივიდა, რომ სამსონის ცოლი დაიმარტოხელეს და უთხრეს, რომ შენ ქმართან მიდიო და გამოცანა როგორმე გამოსტყუეო. თუ ამას არ იზამო, შენ სახსო და მამა შენ სახსო გადავწვავთ, ანუ ფიზიკურად დაემუქრე. ძალიან რთული ვითარება შეიქმნა და სამსონთან მივა მისი ცოლი და ეტყვის, რომ მე შენი ცოლი ვარო, განა შენი საიდუმლო მე არ უნდა გამანდო, ხომ და ვიცოდეო ჩვენი ერთი თელი ვართო და სამსონმა მოусმინა უყურა და შეეცოდა, შეებრალა საბოლოო ჯამში და უთხრა, რომ აი ასე და ასეო, რაც თქვენ იცით უკვე. ეგ ამბავი არისო და ასე შეუტყზია სანდაზა. ამ ხალმა უთხრა ამ ადამიანებს. და მეშვიდე დღე რომ სრულდებოდა, ვადა ეს არის ქორწილის ბოლომდე. სამსონს უთხრეს, რომ ვიცითო გამოცანის პასუხიო. აბა რა არისო, იკითხება სამსონი და იმათ უთხრეს, რა უნდა იყოსო, ლომზე უფრო ძლიერიო და თაფლზე უფრო ტკბილიო. სამსონმა საინტერესო სიტყვები უთხრას, ჩემი დეკეულიო რო არ მოგეთვინიერებდინათო, ნახავდიო როგორ გამცემდითო პასუხსო. მაგრამ საინტერესო რა არის? აი ხა მე რა ისტორიას მოგიყევით თქვენ. თითქოს დამთავრდა ამით ყველა. თუმცა ეკლესიის მამათა განმარტებებს თუ ნახავთ, აი იმ ისტორიაში რაც მე თქვენ მოგიყევით, განსაკუთრებული გამორჩეული მესიანური წინასწარმეტყველება არის დაცული. ეხლა თქვენ შეიძლება იფიქროთ საჩანსეს, რაღაცა სახალისო ამბავი მოუყევი და მესიანური რაშუაში. ნახეთ ეკლესიის მამები რას გვეუბნებიან. ანდაზა რომელიც სამსონმა შეთხზა და იქ გაახმოვან, აი ზუსტად ის ანდაზა დაიტევს მესიანურ წინასწარმეტყველებას. და ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა თქვა სამსონმა. ჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი და ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი. ძველ ქართულადაც ვიტყვი. ჭამელისაგან გამოხდა ჭამადი და ძლიერისაგან გამოხდა ტკბილი. ასეა ძველ ქართულ ტექსტში ბიბლიისა. მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან. რა არის ჭამელი ძველი აღთქმის ეპოქაში, რომელიც ყველას და ყველაფერს ჭამს. ჩვენ რაზე ვილაპარაკეთ? ეს არის ჯოჯოხეთი და ეს არის სიკვდილი. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კაცობრიობას ჭამს. რას გვეუბნება ანდაზე შინაარსი? ჭამელისაგან გამოხდა საჭმელი, ანუ გამოვიდა საჭმელი. გავიგეთ რომ ჭამელი ყოფილა სიკვდილი და ჯოჯოხეთი. ვინ არის საჭმელი, რომელიც იქიდან გამოვიდა? მაცხვარმაც საკუთარ თავზე სახარებაში თქვა ასეთ სიტყვები, იოანეს სახარება დავაკონკრეტოთ, მე ვარ პურის ზეციდან გარდამოსული. ახლა შეკითხვა დავსვათ, არის თუ არა პურის საჭმელი? პურის საჭმელი უდრის საჭმელს, არა? რას ამბობს ანდაზა? ჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი, ანუ ჯოჯოხეთიდან გამოვიდა პური, პურში ვინ იგულისხმება თქვენ გესმით? და მე მეორე ნაწილი გრძელდება ანდაზისა, ძლიერისაგან გამოხდა ტკბილი, ანუ გამოვიდა ტკბილი. ვიცით რომ ჭამელი სიკვდილია და ჯოჯოხეთია, ვიცით რომ საჭმელი მაცხოვარია, ძლიერი და ტკბილი რა არის? ახლა ამას ან ვინ არის? ამას სჭირდება განმარტება. მამები აგრძელებენ ეგზეგეტიკას და გვეუბნებიან, ძლიერი არის მაცხოვარი, ხოლო მისგან გამოსული ტკბილი, ანუ ლომი მაცხოვარია, ამ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით ლომი და გადატანითად მაცხოვარი, მისგან ტკბილი გამოვიდა. ტკბილი რა არის? ის სწავლება, მოძღვრება, რაც მან კაცობრიობას მოუტანა. ერთი წინადადება და თქვენც ყველაფერი თავთავის ადგილზე დადგება. უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს, ხო? პარალელი ახალ აღთქმასთან, ძველი აღთქმის ამ შესაბამისი ცნობისა და ეს რატომ მოგიყევით? ახლა ცოტა ცლად გამომივიდა, მაგრამ მოკლედ მე მგონი არც იქნება ეგ ამბავი. მიზეზი ისაა, რომ ჩემგან ამის მოყოლისა საჯულთა წიგნია და წინასწარმეტყველება პირდაპირ კი არ არის გაცხადებული. აი ნახეთ როგორი შემოვლითი გზებია და როგორი სიმბოლოებია და პირდაპირ ამას ვინ გაიგებს, მაგრამ როცა ესაია თავის სიტყვებს ამბობს, რაც მე წინ წრებითად გავახმოვანი, იქ აბსოლუტურად სხვა შინა. აი ამას არ ჭირდება ამდენი ძიება და რაღაცა ქვევით ჩასვლა და იქიდან რაღაც გადაჯგუფება, გადმოლაგება და სიმბოლოების მარტივად და ადვილად შეიძლება აღვიქვათ ესაიასგან გახმოვანებულ სიტყვებში რა იგულისხმება.